კიდევ ერთხელ ჩაიხედავ ტელეფონში და ნაგვის ურნაში მოვისური. გვინდა თქვენს ლამაზ სახეებს უყუროთ. არ შეიძლება ვახშამა ტელეფონის გარეშე ჩაიაროს. სტივენ. რასაკეთე? ბუმ, მოვარტყი. გასაგებია სპორტით ხარ დაკავებული. გშურს მისი, იმიტომ რომ უფრო ლამაზი სხეული აქვს. ახლა მოდაში გამხდარი ტიპებია. სხვაგვარად შეკვეთით შეკერილ კოსტიუმს ვერ მოიგებ. კი, როგორ არა, შეკვეთილი კოსტიუმი. ბანაკში როდის მიდიხარ? ფეხბურთს თავი დაანება. მართლა დაანებე? კოლეჯში თამაში ხომ საოცნებოა. შეიძლება გადაიფიქროს. არ გადავიფიქრებ. მაინც სათადარიგო სკამზე უნდა ვიჯდე, ან სეორი თვე. თუ ფეხბურთს არ თამაშობს, ზაფხულში რა უნდა აკეთო? შეგიძლია ჩემთან ერთად კლუბში იმუშაო. იქ არ ვიმუშავებ. თქვენ მუშაობთ? კი, მე მაშველი ვარ, სტივენი კი საჭმლის ჯიხურში მუშაობს. ბელი, ლამის დამავიწყდა. შენთვის საჩუქარი მაქვს. აი რატომ მიხვედი კლუბში? ეს რა არის? ბელისთვის დებიუტანტების მეჯლისზე მოსაწვევი ვიშოვე. ეს ისაა, როცა გოგონები თეთრ კაბებს იცვამენ და რევერანსებს აკეთებენ. ეს ისაა, როცა გოგონა იზრდება და მას საზოგადოებას წარუდგენენ. სასაცილო ჟღერს, მაგრამ ძალიან მხიარულებაა. გოგონები მთელი ახალი ინგლისიდან ჩამოდიან, რომ მონაწილეობა მიიღონ. ახალ მეგობრებს გაიჩენ. არ მჯერა, რომ ამ ოცნებას ებღაუჭები. ადრე მეჯლისებს ქმრების საპოვნელად ატარებდნენ, ახლა კი ურთიერთობისთვისაა სასარგებლო. ლიდერობის თვისებებს გასწავლიან, საკუთარი თავის წარმოჩენას. ერთგვარი გულმოქმედება. არაფერი მსგავსი. მეჯლისის დებიუტანტებში არაფერია რელიგიური. ეს თავყრილობები სისულელია. ცხრებისთვისაა. სულაც არა. როცა გოგონა მეჯლისზე მიდის, ეს მისი მომწიფების ფორმალური აღიარებაა. მომწიფების? ხო. ბელი, შენ კატა დაასაფლავე და შავები ჩაგვაცვი. გაჩუმდი, სტივენ, დავინახე როგორ ტიროდი. რა, მოკვდა? რა სამწუხაროა? ბელი, არ გინდა გამოეწყო. ეს სამისთვის არა. ის ჩვენი ველური მაწანწალა კატაა. მაწანწალა კატა. მოვიფიქრებ. მოიფიქრებს. ღამის სურვა? ხო, ინსტაგრამზე რამდენი ითვლება ბევრ გამომწერად. შემოწმებული თუ შეუმოწმებელი აკაუნტები. მეგრას ნიშნავს. დედა. ტეილორის მამა კითხულობდა ამ ავტორს. 150,000 ეს ბევრია განსაკუთრებით მწერლისთვის. გასაგებია, მადლობა. შენ თქვი, რომ მარიხუანა ცვლის იმას თუ როგორ ამუშავებს ტვინი ინფორმაციას. როგორც სმარტფონი. შენ თქვი, რომ მის გამო თეთრი ნივთიერება ზიანდება. იცი მაინც ეს რა არის? შენ ამბობდი, რომ ჩვენი ტვინი ისევ ვითარდება. შენ ყველაფერს იმახსოვრებ, რასაც ვამბობ. შენ დედამიწის ჭიპი არ ხარ. კონრად, შენ ამბობდი, რომ მოწევა ეს სისულელია და რომ ნამდვილი სპორტსმენები სისაძაგლით არ იტენიან ორგანიზმს. მე ბევრი რამ ითქვამს. სპორტსმენი აღარ ვარ ასე რომ. მაინც გირჩევ, რომ თავი დაანებო. რას მომცემ თუ თავს დავანებებ? არაფერს. შენი თავისთვის უნდა დაანებო.
საერთოდ რატომ ფიქრობ ამ მეჯლისზე? არ ვიცი. სხვა გეგმები მაინც არ მაქვს. მაგრამ ეს ხომ საშენო არა. დედა ჩემს უფლებას ნუ მისცემ, თოჯინასავით გამოგაწყოს, იმიტომ რომ მას გოგო არ ყავს. წინააღმდეგი არ ვარ. ხანდახან მინდება რომ მისი შვილი ვიყო. ლორელთან გერჩიოს დამიჯერე. მითხარი ასე უცნაურად რატომ იქცევი? მე ჩვეულებრივი ვარ. კარგად გიცნობ. რაღაც ხდება, მითხარი. რა ხდება? ბელი. ზაფხულის პირველი კოცონი. მანქანა მიყვავს. საჭესთან არ მიგიშვებთ. წამოდი მივდივართ. მზად ხარ? შეიძლება მე წამოვიდე. არა. დედა კინოს საღამოსთვის ემზადება. დროებით. წამოდი მუხრუჭო. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ დედებთან ერთად. დისკი ჩართე. იქნებ რამე სხვა ვაკეთოთ. ყოველთვის ეს ხდება. ერთხელ საღამოს. შეგვიძლია ფილადელფიის ამბავს უყუროთ. ყველაფერი რიგზეა? ცოტა დავიღალე ასე რომ ფილმის ნაცვლად დასაძინებლად წავალ. კარგი, საყვარელო როგორც გინდა, სხვა დროს გამოვაცხოთ ბრაუნი. რატომ რეკავ? პირველივე საღამოს არ რეკავ ხოლმე. სად მიდიხარ? შოუზე. რა მოხდა? დღეს მე და კონრად მაუსთან ვილაპარაკეთ. მარტო ვიყავით და ყველაფერი უცნაურად იყო. კარგად? ხომ გეუბნებოდი? არ ვიცი, ბიჭები მოვიდნენ და სანაპიროზე წავიდნენ. შენ რატომ არ გაყევი? არ მიყვარს კოცონი სანაპიროზე და არც დაუპატიჟები ვარ. სანაპირო მათი საკუთრებაა? ერთი ბიჭი გავიცანი და კოცონზე დამპატიჟა. ხედა? მიდი მეგობარო, გაერთე. ხო, მაგრამ ის ბიჭი რომ არ მომწონს. საქმე მაგაში არა. იქ კონრადიც იქნება. წადი, დაენახე. დაგინახოს ასეთი ლამაზი. ჩანთაში ჩაიხედე. ჩემი საიდუმლო იარაღი ჩავდე. სამუდამოდ არ რა თქმა უნდა, მაგრამ დროებით. აბა, იპოვე? ეს რა არის? არასდროს არაფერი მოხდება თუ ასე დაჯდები და იტირებ და ბიჭების დაბრუნებას დაელოდები. საცვალი არ გამოჩნდება? სტრინგი ჩაიცვი? არა, არაჰიგიენურია. სტრინგის ჩაცმა იგივეა, რომ ტაკო კბილის ძაფით გაიზუფთავო. ბელი, სტრინგებს ყველა ატარებს. კარგი გეყოფა, წავედი. შეიძლება მე ვცადო? შენ? ნუ მაცინებ. შენ ისეთი ჭკვიანი ხარ. ყველა სულელია. ერთი შენ ხარ ჭკვიანი. მანქანას გავაჩერებ. დიდი თითით არა. რით? მე ჩემი სისტემა მაქვს. აღიარებ ჩემს დამსახურებას. რომელს? ტეილორს მოგლა. გოგონა ბენზინ გასამართის სადგურიდან. გამარჯობა. საიდან მოხვედი? სხვა წვეულებიდან. მაგარია. გინდა ჩემი ლუდი? არა, არ მინდა. და სახლში შეყვარებული გყავს? სტივენ. აქ რა საკეთებ? და რა გაცვია? მე დავპატიჟე, შენ ვინ ხარ? მისი ძმა ვარ. ის 15 წლისაა, პედოფილო. თითქმის 16-ის ვარ. ღმერთო ბელი. ეს რა არის? რა საკეთებ?
გამიშვინო მარცხენ. ეს შენ მარცხენ. გეყოფა. გაჩერდი მარცხენ. მეხუმრები? ყველაფერი რიგზეა, ბელი. შენ ხომ არ მოგწონდა რეცოქსი? შენ ვიხარ. და შენ ვიხარ. ნიკოლი. გასულ ზაფხულში დებიუტანტების მეჯლისზე ერთად ვიყავით. როცა თქვენ სტივენი კოლეჯის სანახავად წაიყვანეთ. შენ თქვი, რომ მეჯლისი სისულელია, დებიუტანტები კი ცხვრები. სულელი. შენ კი ნაგავი ხარ. ბელი, მოხვედი? წამოდი ჩვენთან. სახლში წავიყვან, რა? ხო, სახლში მივდივართ. არგინა შეილასთან გაერთო. წავიდეთ, წამოდი. კარგი. ოღონდ აქი ჯექი და არავის დაელაპარაკო. კარგი, მშვიდად. წადი შენი. პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ რომ მოხვედი. ჯერემაიო. კარგი, მალე დავბრუნდები. როცა დღეს ბიჭებმა ბელიაუსში ჩააგდეს კეფიცები, კონის სახეზე ღიმილის მაგვარი რაღაც შევნიშნე. დღეს პირველად იყო კარგხასიათზე, მას შემდეგ რაც ობრის დაშორდა. არ ვიცოდი თუ ასე სერიოზულად იყო ყველაფერი. არც მე ვიცოდი. ისე ცუდ ხასიათზეა, თავის თავს არ გავს. ფეხბურთი როდის მიატოვა? 2 კვირის წინ. იმიტომ თამაშობდა რომ ადამი გაეხარებინა. ხომ გეუბნებოდი? ვერ იგდებოდნენ. თავისუფლებას მივცევ, რაც უნდა ის გააკეთოს. არ გიჩვენება რომ დროა დაელაპარაკო? სალაპარაკო არაფერი მაქვს. უბრალოდ კარგად გავატაროთ ზაფხული. არ შეიძლება? როგორ მიდის შემოქმედება? ოთახი მოგიწყვე, ყვავილები დაგიდგი. უბრალოდ შენთან ერთად მინდა დროის გატარება. წიგნი არ მაინტერესებს. მატყუ არა, სულაც არ არის ასე. არაა პოპულარული. ძლივს იყიდება, რომ დამეწერა აზიიდან წამოსული ამერიკელების ცხოვრება. წიგნები უკეთ გაიყიდებოდა. ხვალ ბევრს გავყიდით, ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ. შენ არ კითხულობ ჩემ წიგნებს? როგორ არ კითხულობ? წაიკითხე კასტილიოს წიგნები, 150,000 გამომწერი ყავს. არ გაწყენდა ხშირად გამოჩენა. გახსენი აკაუნთი Tinder-ში. არა, Tinder-ი არა. არის არჩევანი 40 გადაცილებული ადამიანებისთვის. გეყოფა. ჩვენს დროში სულაც არა. რა? არ გაბრაზდე ჩემზე. მე მგონი ნება უნდა დართო ბელის დებიუტანტების მეჯლისში მიიღოს მონაწილეობა. გთხოვ. მინდა ჩვენი გოგო თეთრ კაბაში დავინახო. კარგი. შენ გაიმარჯვე. როგორც ყოველთვის, არ მგონია დაგთანხმდეს. იქნებ გაგაუწოს. ხალხი იცვლება. ოღონდ ჩვენ არა. ხო. მე და შენ უძრავი საგნები ვართ. ფლავია? გამარჯობა, ეს მე ვარ. 60. რა? 60. ლათინურის კონკურსი. მე 7 კლასში. მეორე ადგილი დაიკავე ლექსების წაკითხვაში. ხო. შენ კოსტუმების კონკურსისთვის გამოეწყე არა? მგონი ჯადოქარი იყავი. თითქმის, მიცვალებული მებორნე ვიყავი. სალვე, ფლავია. სალვე, Sixt. სინამდვილეში კემი მქვია. მე ბელი ვარ. იზაბელი. მაგარია. დაჯექი თუ გინდა. კარგი.